ჯგუფში ყველაზე გემრიელი რამენი მზადდება აქ. წავიდეთ ერთად. იაპონური რესტორნები განსაკუთრებული სივიწროვით გამოირჩევა, ამიტომ მოგვიწია მოცდა, რომ დამსხდარიყავით სასურველ ადგილას. ეს გახლავთ ტრადიციული იაპონური რამენია. ასე ეწოდება ადგილს, სადაც რამენს თქვენს თვალწინ ამზადებენ. შესვლისთანავე მომსახურე პერსონალი განსაკუთრებული მისალმებით, ყურადღებითა და მადლობით გეგებება. ზოგ ადგილას უკვეთავთ აპარატით, თუმცა ამ შემთხვევაში ბართან დაგხვდა მენიუ და შევუკვეთეთ რამდენიმე სახეობის რამენი, ბრინჯი შემწვარი სტეიკის ნაჭრებით და დესერტი. ბულიონი, რომელსაც რამენისთვის იყენებენ, არსებობს რამოდენიმე სახეობის. შიო, ეს არის გამჭვირვალე ბულიონი, შოიუ, შედარებით მუქი შეფერილობის არის და მზადდება სოიოს соуსის ბაზაზე. მისო კი ფერმენტირებული სოიოს პასტით. ტონკოც უღურის ღვიძლებისგან მზადდება, არის ცხიმიანი და შედარებით სქელი სტრუქტურა აქვს. უკვე მზა მოხარშული ნუდლსის შეფმა თებშებზე გადაანაწილა და დაიწყო ტოპინგების ნაწილი. მოხარშული ან შემწვარი ღორის და ქათმის ხორცი. ზღვის პროდუქტები, ფერმენტირებული ბამბუკის ღეროები, ნორი, მწვანე ხახვი, მოხარშული კვერცხი, სოკო და სხვადასხვა დანამატები შეიძლება ჰქონდეს რამენს. კონკრეტულად ამ ნუდლსისთვის გამოიყენა დამარინადებული ბულგარული წიწაკა და ბოლოკი. რაც შეეხება რამენს, იყო საოცრად გემრიელი, განსაკუთრებით წვენი, ჩემსას ჰქონდა ციტრუსის ნოტები და იყო ძალიან არომატული. თევზი იყო ფარშირებული სახით და გავდა უფრო კუფთას და ზემოდან ჰქონდა დამარინადებული ბოსტნეული. ეს კი გახლავთ დესერტი, შემწვარი ბრინჯის სომი, ტკბილ მარილიანი соуსით, რომელიც მე პირადად დიდად არ მომწონა. თუ დასავლეთის ქვეყნებში ხმაურიანი ჭამა უკულტურობად ითვლება, აღმოსავლეთში პირიქით. ეს მადლიერებას და საჭმით მიღებულ სიამოვნებას გამოხატავს. მისაღებია ჭამის დროს თებშის ხელში დაჭერა და წვნიანის აი ესეთი სახით მირთმევა. გასათვალისწინებელია, რომ ჭამის დროს შეინარჩუნოთ სიმშვიდე, რათა სხვებს არ შეუშალოთ ხელი და თავადაც ისიამოვნოთ პროცესით. იაპონიაში ჭამის კულტურა და ეტიკეტი ძალიან მნიშვნელოვანია. ის პატივისცემისა და მადლიერების გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა. ალბათ ამიტომაცაა, რომ ძალიან ხშირად იყენებენ სიტყვას არიგატო გოზაიმას, რაც ნიშნავს მადლობას.